თელავის ნომერ მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამ 22-დან 11 საჩივარი განიხილა, აქედან 1 საჩივარი განსახილველი ვადების და წესის დარღვევის გამო დარჩა. საოლქომ 3 საჩივარი უსაფუძვლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენი 7 საჩივრიდან 5 სრულად, ხოლო 2 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. წინასწარი მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქის საკრებულოში 4 მანდატი კოალიცია ქართულ ოცნებას, ხოლო თითო ლეიბორისტულ პარტიას, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ერთიან ოპოზიციას და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ხოლო 2 მანდატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ერგოთ. დავით მკალავიშვილი თემებში წინასწარი სავარაუდო მანდატების რაოდენობაზეც საუბრობს. შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ წინასწარ განაწილებაზე მანდატების და ამ შედეგების მიხედვით ქალაქში საკრებულოში 4 მანდატი ერგება ქართულ ოცნებას, თითო მანდატი შალვა ნათელაშვილის საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, დავით არხან-მოურავ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას და არასაპარლამენტო ოპოზიცია კახაკუკაო ფიქრია ჩიხრაძეს. 2 მანდატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. რაც შეეხება თემს, აქ 7 მანდატი წინასწარი მონაცემებით ერგება ქართულ ოცნებას, 4 მანდატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 3 ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას და 1 მანდატი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას.